running away as easy. It's the მოგესალმებით. მეორე პოდკასტით დაგიბრუნდით. უკვე რაღაცები კი გადავიღეთ სამზარეულოში, მაგრამ ეხლა აქეთ გადმოვინაცვლეთ, რომ ცოტა speaking part-ით ვქონდეს. ჩვენ ეხლა უნდა გავაკეთოთ სოკო, ერთად უნდა გავაკეთოთ. დაჩვენებთ თან ნაბიჯ. სოკო უნდა მოიხარშოს. მე ნინო მესინა დაჭრას. ნინო უნდა გაკეთებაში დამახმარებით თუმცა დაჭერი გოგო დაჭერი ვითომ ნონჩალანტ იწრი ნახეთ ხალხებიც ვაკეთებ რაღაცას კი საწოლე ძირში oh my god ასე მინდა მე ნინო მოხაჟუაკია არასოად მიჭირავს. დავი მომოჭმული. მე? შენ დანცინი ხარ გოგო. კე. ნელა. ანუ გთხოვთ რანაირად აქვს დაკეტილი what the fuck? ახლა კი მოვკრიფოთ მაკიდოც. რამდენიმე წამიდა სახლის მაკიდო გაქვს. всё. როგორ უნდა ყოფილიყო დაკეტილი. კოდი დატაურებ გოგო ეს არ შეიძლება. ფედიას ახსნით რომ იმაკლავდა. მე დავზანე. ახლა უნდა ჩავყაროთ ნიო. კინაღამი მოლი. ჩვენ პარალელურად ვრეცხავთ, იმიტომ რომ მე ბევრი საქმე არ გვექნება. ჩვენ არა ნინა. იგი რა შეიძლება მაგრამ იგი გამოიღო. ისალით კიტაკა. სადა? მაცივარში. მაცივარში აქ ზემოთ უქვემოთ. ეს არის ნინა. სადა? ციცაკა. გამოიგე. ეს გაყენული ციცაკა. ეს ელოდება თავის დროს. так, ციცაკის დროცა. მეტა სუნის გადაცემა შეიძლებაოდეს. აბა. რა ფერებია გაზაფხული მოვიდა. აი ამ ხეთს შევყურებთ და ვიღაცა კაცი დავინახეთ. ტელეფონი თუ გადამივარდება ნინო ამომიტანს. ნინას რა ფხლები აქვს ნახეთ პროსტა. იმედია მოხარშულია. I hope so. ჭველად დავჯექით და ესენი ტელეფონებში ჩაძუნენ. მაგრამ მე უნდა ვჭამ. ბარტრაუდა ველაპარაკავ. კი ვარ ფილოლოგი ხალი მაგრამ ძაბერ რაღაც მოხდა ზაფხულის მერე. აი ზაფხულში რა თქვით ლიზა მიდის პოლნეთშიო იყო. ერთი თვე გავიდა, ჩამოვიდა და მეორე პოდკასტიც მოვიდა. მიკროფონი რა თქმა უნდა. ასე გაგვიზიარებდი პოლნეთში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო. თად აი 8 საათი რო ფლიქსბაში ვიყავი უბრალოდ იმიტომ რომ ქალაქის ნახვა გვინდოდა და რო ჩავედით ისეთი სიცივე იყო რომ გამეყინა ყველაფერი მაგრამ ქალაქი იყო ძალიან ლამაზი საკმაოდ სასიამოვნო კიდევაც ოღონდ ყველაფერი 4-4 მეცვა ძალიან ყინვა იყო ის აი სიცივე იყო -25 გრადუსამდე ჩამოვიდა მინდები და ძალიან აუტანელი იყო, მაგრამ რაღაც პერიოდი კი მივაჩვია სიცივეს. წესით ახლა არ ვამციოდეს. უბრალოდ მაინც ნინოს მე არის 6 არა ფაქტურად 5 თვე გამოვიდა. ჩვენი არის 5 თვე იყო, კარგი გავიცილება იყო, კარგი მოგონებები დამრჩა. მე პირადად უნდა ვაღიარო რომ ესპანელ კაცებს ესპანელი გოგოები jokes. იცოდეთ ბაი? კი, იმიტომ რომ ყავდა ესპანელი რუმეითი ბიტი. აი, ლიზა კი იყო წაბრძანებული საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ ვიტანჯებოდით უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ამ სემესტრში განსაკუთრებულად ისეთი ლექტორი და საგნებიც ჰქონდა, რომ ძალიან რთული იყო რა. ხო და როგორღაც
ჩავამთავრეთ ეს სემესტრი და ქალბატონო ნინო როგორ გძნობთ თავს იმ საგნისი ჩაბარების შემდეგ? თუ სიმართლე გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეგ საგანი ჩავამთავრე, მაგრამ ნაგავი ლექტორი მყავს, ერთადერთი ბეგა მომაყოლა. სახაც არ ვასახელეთ, ამიტომაც იყოს. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ მეორე სემესტრშიც მას სწავლის. უნდა გამაწავლოს მაგ ადამიანმა. მე მეგონა ჯიმშერი გასწავლდა მეორე სემესტრში. ეგ მასწავლის, მაგრამ ისიც მასწავლის. ჯიმშერი ძალიან საყვარელი ლექტორია. კი. ხო, მეც ძალიან დივა ქალი მასწავლიდა. ჩავამთავრე ხალხის ტბაში ვიყავი და დავამთავრე. ანუ ლექტორი ძალიან კაია. შიში შეიქმს სიყვარულსაო ხო იცით, აი ეგ დამემართა, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა მაგ ქალის. მაგრამ აი რაც მაგარია. ნინოს რო ლექტორები ყავს და კონკრეტულად ის ერთი ლექტორი, ვისაც საუბარი გვაქვს ახლა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ექიმები არ უნდა იყვნენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარ მოვალეობებს სერიოზულად არ აღიქვამენ და ეგ ქმნის ასეთი დიდ დისკომფორტს. მე ექიმებისადმი ძალიან დიდი პატივისცემა გამეჩინე, სხვა გზა არ მქონდა, უბრალოდ მათთან ერთად გავიზარდე. ოთახის ტუხლს ჩავატარებთ. აბა რას აპირებთ? დანარჩენ მომავალ 5 თვეში. საქმე არ მაქვს ჯერჯერობით. პირიქით. რეალურად მაქვს როგორ არა, მაგრამ მაინც. ყველაზე მთავარი მოვლენა ალბათ არის ჯერჯერობით 6-ში კონსულტაცია მარტის დასაწყისში გაზაფხულს ვეგებები ექიმებთან კონსულტაციით. ნუ გადაწყდება ოპერაციას როდის გავიკეთებ. იმედია გავიკეთებ, იმიტომ რომ რაც მალე მით უკეთესი და თან ჯერჯერობით არც არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ წინა წელს ივნისში რომ მივედი ექიმთან და რომ გამოიტანა განაჩენი მოკლედ. იმედია იგივე სიტუაცია იქნება, იგივე ოპერაციის გეგმა იქნება და ვნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ ეგ ექიმი და ეგ კაცი 5 თვე არ მინახავს, 5 თვე არა მეტი. ხოდა კონსულტაციაზე გაირკვევა ყველაფერი. მაგის მერე, ნუ ოპერაციის მერე ალბათ რეაბილიტაციის პერიოდი იქნება და ნუ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს და ისე უნდა ჩაეტიოს, რომ სექტემბერში უნივერსიტეტში დავბრუნდე. ღმერთით. მათო უნივერსიტეტი კიდევ უფრო ბევრ პრობლემას აიკიდებს. მანე განსაკუთრებით თვალში ამოღებული ხო იცით, ყველაფერი საუკეთესო. ესეა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება ყველაფერი. მე პირველ რიგში უნისთან ერთად მაისში წაყდა მირეკეს სხვათა შორის, რა სამსახურზე ხო ფიქრობ მაისიდან. მეთქი ჯერტები არ ვარია, მაგრამ ოკეი, კი, ფიქრობ. მაისზე მივიდა დაწყება. ჩემი მთავარი მიზანი რჩება იგივე, 80s კონცერტი. დიახ, ხალხო. ეგ მაძლევს ერთ-ერთ მოტივაციას, მთავარი მოტივაციას არის, სხვა არაფერი აღარ მინდა. ძალიან მინდა VIP ბილეთები, იმიტომ რომ საუნდჩეკი და სენდოფიც უნდა ვიყო და მაგ მე ვინგის უნდა ვათქვევიდო ნინოს სახელი. და სასწაულად ვთქვევიდო ნინოს სახელი. ევროპის ტური დაიწყება ფიქრობ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. ამ თვეებში იქნება ფიქრობ და ძალიან კაი თარიღებია, მანამდეც მოვაგროვე. ჩემი გეგმები, რო იქ მინდა უნივერსიტეტი ეს სემესტრის კარგად დავასრულო, ღმერთით. მე რაც ყველაზე დიდი მინდა ალბათ უნდა დავიწყო საავადმყოფოში მუშაობა მინდა ამ საფუძვლს დავიწყო და მინდა პარალელურად რა თქმა უნდა მეორე სამუშაოც მქონდეს რადგან იქ ვიქნები 4 დღეში ერთხელ საავადმყოფოში. ამიტომაც დანარჩენი დღეები არ მინდა ასე ტყუილად ხარჯო და სადმე ალბათ მეორე სამუშაოსაც დავიწყო ოაზისში სადმე ვნახავ უეჭველი. მართლა მესამე კურსზე ვარ მედიცინა და ჯერ საუნივერსიტეტო პრაქტიკის გარდა არსად არ ყოფილა რამე არ მიმუშავე ხო და გაგსდეთ რო გაქვს და ყველაფერი დები აშიტირებული ვარ. ბავშვი არ კი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეგ იყო საუნივერსიტეტო და მაგ დიდად რამეს ვერ ნახავ. ძირითადად ოპერაციებზე შევდიოდით, გამოვდიოდით, მეტი რამე არ იყო, მაგრამ ნაცნობებს მოვკიდე. ვიდეოებს გზავნი და მეთქი ეს ფეიქ ნაწლავებია თუ მართლა ნაწლავებია, მაგ ვის შეგიშვა. თქვენ ეს გაგხარებიათ ნაწლავებზე. კომ ეს ვერაცოტა რა? და კიდე ძალიან კარგი იყო ტრავმატოლოგიური ოპერაციის სისხლი. შხეფები იყო ყველგან. ტრავმატოლოგიური. ჩარა დედამ. მე
სუხსუ გადაგა. Ტრამატოლოგიური და მე რა თქმა უნდა დორამა გამახსენდა. დღეს იყო მაკდონალდში კოლექცია ბანთანის. თითქმის ყველა კვირა მივდიოდი რომ ამეგროვებია კოლექცია, რომ მაინც არ ყავს. ყველა. მაგრამ თავარი პირველად რომ ჯიმინი ამა მივიდა. მეთქი. უნდა გაკავდა, მინდა წია. J-Hope არ ყავს და იუნგი არ მყავს. ჩვენი პირველი ჯგუფი კი გითხარით წინა პოდკასტში რომ BTS-ია მანთანი. ეხლა გეტყვით კიდე რომელ ჯგუფებს უსმენთ. ვარი ალთ ჯგუფი გახდა 80s-ი. ასევე უსმენთ 17s. რას არ უსმენ? ყველაფერს უსმენთ მაგარ გითხარით. TXT and Hyper Stray Kids-ი. ახალი ჯგუფები უფრო One-Shot-ი და Cortez-ი. Cortez-კი. End Team-საც ძალიან ისე. End Team-ი? ძალიან მიყვარს End Team-ის Fireworks. End Team-ის მიყვარს Deer Hunter. თორეს გუშინ გამოვიდა NCT-ის ახალი unit-ის Gemini-სა Genos სიმღერა. ხო და ძალიან მოგვეწონა სხვათა შორის და მართლაც საჭირო იყო მასეთი დუო. 20 მარტს არის ბანთანის comeback-ი. Yes. პატარა რაღაც გაჟღერდა ფანებს შორის რომ შეიძლება პატარა unit-ებიც კი შექმნან. Let's see. ჯგუფის მაგალითად მეტო. ეს ტარიღები მახსენდება და მე. ერთი ხალხო ზოგადად რომ გამოცხადდა რომ ეს BTS-ის ტიკეტებზე იქნებოდა იმენა ვარ ომი იქნებოდა მაშინ რა თქვი რა მეთქი აზრი არ აქვს ისეც მე 80s-ისთვის ვაგროვებ ხო და მეთქი კაი მაგრამ მე რო დავინახე იმდენმა ქართველმა იყიდა ხალხო ბილეთი მეთქი მე სად ანუ რატო არ ვიცადე რატო და იმენა მეთქი ასე ვიყავი მთელი ძალიან მეგობრებო თაკო მიდის სოფი მიდის მეტი აღარ ვიცი. ანუ მე ვიხარეთ ახლოს არ იმას ვისხობ. ხო და თაკოს სოფისგან ველოდებით კაი ვიდეოები. მე და ლიზა ახალ ვუყურებ. ლიზა და ძალიან მაგარ დორამას ხალხო. აქამდე სად ვიყავით? 2023 წელს დორამა არის My Dearest. უძვირფას. შედის საყვარელი თემა ან ნაწილი თლიანი მედიცინით. ადამიანის ცხოვრება და რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო? ეროვნულების პერიოდში ძალიან მიყვარდა საჭმელებელი სისტემა. აი ძალიან გიждდებოდი მაგათმაზე ნებისმიერ რამე თუ რაც იყო ყველაფერი მიყვარდა მოკლედ. მაგრამ ახლა მესამე კურსზე უფრო დეტალურად დავიწყოთ საჭმელებელი სისტემის და გუსის ავტოსისტემის შესწავლა. და დავადგინე რომ საჭმელებელი სისტემა ჩემი არა საშინელი თემები იყო. კი, საინტერესო კი იყო, მაგრამ ძალიან რთული იყო, ძალიან ბევრი დეტალი იყო. რაც რომ უნდა იყო მთლიანი ჩემი კურსი ამბობდა რომ კარდიორესპირაცია, ანუ გუსის ავტოსისტემა იყო საშინელება, მაგრამ ჩემთვის ეგ იყო ყველაზე დიდი ჩემი აღმოჩენა. ქირურგობის კი ხო არ ვიცი ჯერ არაფერი, მაგრამ კარდიორესპირაცია იყო ჩემი, არ ვიცი, ამ წლის ყველაზე დიდი აღმოჩენა, ალბათ მისი ყველა დეტალი, თან რომ ფიზიკაც რომ მიყვარს, ეგ ფიზიკა მჭირდებოდა საშინლად და ნინო, მოგიცადა ძალიან სანამ გულს შეეხები. აი გულს რო ხელში იგრძნობ და გულის სპექტრს. ძმა დანახული მაგ და ოდესმე შევეხები ასე. აი რომ შეიგრძნობ, მე უკვე რომ შევიგრძნობ, მე ალბათ ბუნი ვერც გამოშვებ, ამიტომაც ჯერ არ გვინდა. ყოველი კრისტინა გოზრდება. გასულ პოდკასტში რა ფერის თვა ქონდა? და ჩემ თმებ რაფერის გონი და წითელი ქონდა? რაღაცა ალუბლის ხო, ოკეი რა ძალიან უხდება. იმენა მისი ფერია შეხედეთ. იმენა განათდა. სახე გაუნათდა, bro. Stop. აჯიბა. ეს აუთფიტებზე უკვე ვფიქრობ რაღაცა კოვბოი სტილი და ჯავი. ნახალ. სექტემბრის და ოქტომბრის ამბებს კი უყვებათ ახლა. ანა გუსტო. სოციალ ალბომის გამოწერას ვფიქრობდი ახლა ალბომი გამოუშვეს 6 თებერვალს რა. ხო და მაგრამ მაგ დავხარჯავდი ამიტომაც მეთქი თავში იკავე, თავს ვიკავებ და აღვედულობ ალბომს. ნახეთ როგორი ხელმომჭირნე და გონიერი ადამიანი ვარ. ხო, ასევე ჩვენ გვინდა რომ ბოლოს გავაკეთოთ ასეთი რეკომენდაციები. იქნება ეს წიგნი, ფილმი, დორამა. და იდეა ირანული კინემატოგრაფია ძალიან მიყვარს, ძალიან კარგია, ძალიან სიღრმისეულია და ერთი პატარა
სიუჟეტით შეუძლიათ, რომ მთლიანი ფილმის იდეა იდეალურად გადმოსცენ. ასე რომ პირველი ფილმი იქნება Hit the Road. სახელებს შევწერთ. კი, პოსტერსაც დაგიდებთ თუ გინდათ. ულამაზესი პოსტერი აქვს ფილმს. ძალიან საინტერესო ფილმია. მიგრაციაზეა, ემიგრანტ შვილზეა თემა და მშობლების დარდზე, სევდაზე, ამ ყველაფერთან ბრძოლაზე, ну მოკლედ. ვფიქრობ, რომ ძალიან მოგეწონებათ და რაღაც მომენტში თემატურიც იყო იმ პერიოდში, როცა ვუყურე. თორეს ახლა რასაც ვუყურებთ, იმასაც გავუწევთ, მაგრამ ჯერფინალამდე მივიდე. ამიტომაც Twinkling Watermelon. ძალიან მიყვარს ხალხო, ძალიან. ეხლა რომ უცებ მითხრა შენი ფავორიტია, შეიძლება პირველად ეს არ დავასახელო, მაგრამ ერთ ფავორიტად ეს იქნება. ულამაზესი, უკარგესი, აი არ ვიცი, ქასთი არის სიყვარული. ბიჭი რო გოგოსთვის sign language ისწავლის. ძმა, რატომ გასპოილერებ? აგრ უნდა იცოდე გოგო. ეცნობა ჩემი რეკომენდაცია თუ ნახეთ, თავისუფლად ნახეთ 16 სერიალს. ახანინა. მე ალბათ მას გავუწევ რეკომენდაციას, ეს ჩემგან ცოტა გასაკვირია, უნდა გავუწევო მელოდრამას, რომანტიკას. თუ სწორად მახსოვს, ჯიმინის ფავორიტიცაა ეს, The Notebook. ოჯახი გეცოდინებათ ნანახი ექნებათ დღიური. აჰა. ეგ არის ანუ ალბათ მელოდრამებში და რომანტიკაში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი. მგონი სხვა არც მაქვს მასე ფავორიტებში, მაგრამ ეგ ხო. ეს ფავორიტებსაც ხვებსაც გირჩევდით. მაგალითად მახურებია. Snowdrop-ი, ამას წლები ავიხვეწებით რომ ნახე, მაგრამ არა ეშვება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციები მთავარი რაც არის ახლა. და შემდეგი პოდკასტის ალბათ 6 თვეში იქნება ზაფხულში, ახალი ამბებით. შემდეგი პოდკასტისთვის მე მაქვს იდეა, რომ ასეთ გაგანდობთ მომავალში. ანუ ინტრიგა ჩააგდო. მაგრამ ნინო, მე ძალიან კარგი იდეა მქონდა პოდკასტისთვის და ნინო დაგვადო. ოფიციალური ბოდიში ამათ რომ პოდკასტის იდეა ჩაუშალე. ბლოგის. ვაი, ეგ როგორ დაგვავიწყდა. ჩვენი პოდკასტის მთავარი თემა იყო, რომ ლიზა რო ჩამოვიდოდა. მაცადე. ლიზა რო ჩამოფრინდებოდა, ჩვენ უნდა დავხვედროდით აეროპორტში, გასიუბრესად. მაგრამ ხალხთან მაინც რა გააკეთა? ერთი კვირით ადრე ჩამოფრინდა. ხო, ნახეთ, 21-ში ვიცხრა 21-ში ჩამოფრინდებიო. და მე კი ოკეი, ისე და ქალბატონი 17 თებერვალს დაგვადგა თავზე. ისევ თქვენი მოცვი, მაწვი და ალობალი. ბაი ბაი, კაკა. აუ, დაგუპუს. ეშველა სახში მოსვლა. ვაჟბატოს როგორ მიწა? პროსტა როგორ დააჯინე შეხედე. ბიჭო, ხელი, რა პრობლემები?